იცოდი თუ არა რომ ცხიმის დადნობა პირდაპირ წყალში ხდება. მეცნიერები ცხიმის წვის პროცესს ლიპოლიზს ეძახიან. ეს არის ეტაპი, როდესაც ჩვენს სხეულში შენახული ცხიმი იშლება გლიცეროლად და ცხიმჟავებად, რომლებსაც ორგანიზმი შემდეგ ენერგიად იყენებს. მაგრამ მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ქიმიური პროცესი სრულყოფილად მხოლოდ წყლის არსებობის დროს მიმდინარეობს. ლიპოლიზის პირველ ეტაპზე საჭიროა ჰიდროლიზი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხიმის მოლეკულის დასაშლელად საჭიროა წყლის მოლეკულა. თუ ორგანიზმი დეჰიდრატირებულია, ეს რეაქცია ნელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ შეწევ ნაკლებ ცხიმს, მიუხედავად იმისა, რომ ხარ კალორიულ დეფიციტში, ვარჯიშობ ან ხარ უბრალოდ დიეტაზე. როდესაც საკმარის წყალს არ სვამ, შენი ორგანიზმი იწყებს ამ წყლის დაზოგვას, რის გამოც გინელდება მეტაბოლიზმი. ცხიმის წვის სიჩქარე ნელდება, რადგან უპირველეს ყოვლისა ორგანიზმი ცდილობს ის დარჩენილი სითხე მაინც შეინახოს და საერთოდ დაეკიდოს ცხიმის წვა. ახლა მოგიყვანთ ძალიან მაგერმაგერით. წარმოიდგინე საპონი და წყალი. როდესაც საპონს წყლის ცხელ ნაკადს მიუშვერ, ის ნელ-ნელა დაიწყებს გაქრობას. ხოლო თუ ნაკლებ წყალს მოუშვებ, საპონი ძალიან ნელა დაიშლება. ამიტომ თუ გინდა, რომ ცხიმის წვის პროცესი მაქსიმალურად ეფექტური იყოს, მაშინ უბრალოდ ცვი წყალი და არ დაგავიწყდეს, რომ აქაც მშვენიერი თანმიმდევრულობა და ერთდროულად არ დალიო 1 ლიტრი წყალი და დღეში 2 ჯერ.